მიუხედავად, რომ კილეძეს აქვს მზაობა, ღია იყო სასამართლო პროცესები, ახლაც მისი სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. დღეს უნდა გამოიკითხოს სხვადასხვა კოლ-ცენტრის ორი თანამშრომელი და პროკურორი ამტკიცებს, რომ ესენი დაადასტურებენ შემხებლობას კილეძისას კოლ-ცენტრებთან. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს ადვოკატი იმის მიუხედავად, რომ ამ ორმა თანამშრომელმა ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრის ჩვენებებში დააფიქსირა, თითქოს დაინახა ელისო კილეძე. ადვოკატისთვის ეს პირდაპირ მტკიცებულება არ არის შემხებლობის ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრებთან ელისო კილეძის და ამბობს, რომ პირიქით პროკურატურის მოყვანილი მოწმეები რეალურად კილეძის სასარგებლო ჩვენებას აძლევენ. დღეს სასამართლოს წინაშე წარდგება ორი მოწმე, ორივე მათგანი დასაქმებული იყო თაღლითურ კოლ-ცენტრში, რომელი ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის ბრალდებული ამ შემთხვევაში. შესაბამისად, ისინი ისაუბრებენ კოლ-ცენტრის საქმიანობის დეტალებზე, რაც ვფიქრობ, რომ სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გადაწყვეტილების გამოტანის. ვინაიდან ისინი სხვადასხვა კოლ-ცენტრში იყვნენ დასაქმებულები და შესაბამისად მათთვის სხვადასხვა მონაცემებია ცნობილი, თუმცა კოლ-ცენტრის მუშაობის სპეციფიკა, ის რომ მფარველობის კუთხით მათ პრობლემა არ ჰქონდათ, აი ამ საკითხებზე ისაუბრებენ, მათ შორის ბრალდებულთან მიმართებით დააფიქსირებენ მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას. მოწმეები არიან პირდაპირი ხასიათის, შესაბამისად მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადასტურებენ იმას, რომ ელისო კილეძე დაინახეს იმ ტერიტორიაზე, სადაც კოლ-ცენტრები იყო მოთავსებული და დიახ, ალბათ ამას ამბობენ ჩვენებაში მათ გამოკითხვის სადაც არის და საინტერესოა, ხა მე ჩემი კოლეგის ვალერი გელბახიანის მიმართ ძალიან დიდი პატივისცემას გამოთქვა, მაგრამ უნდა ვთქვა მას მისთვის არ მიკითხავს, მაგრამ გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად კითხვას დაუსვამ მე მოწმეს, რომ ვალერი გელბახიანი სადაც კოლ-ცენტრი იყო გათავსებული, ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრი იყო გათავსებული, მას კაბინეტი ჰქონდა და იურიდიულ მომსახურებას ეწეოდა მომსახურე კლიენტებს და საინტერესოა ხა თუ დაუშვათ ელისო კილეძე დაინახა იმ ტერიტორიაზე ვალერი გელბახიანი დაინახა თუ არა და ვალერი გელბახიანი დღეს ადვოკატია და თუნდაც შესაძლებელია მეც ყოფილიყავი შესული იმ სართულზე, სადაც ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრი იყო, მაგრამ ჩემთვის არ იყო ცნობილი, არ ყოფილიყო ცნობილი, იქ კოლ-ცენტრი იყო გავაგებული. რა თქმა უნდა, ესო ცოდნოდა ელისო კილეძეს, ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ადამიანი, რომელიც პიროვნება დადიოდა და ამხელდა ბათუმში, თბილისში და შემდეგ უკვე სასამართლო გამოძიებას, როდესაც აღიძვრებოდა საქმე, ინფორმაციას აწვდიდა გამოკითხვის ოფთან დაკავშირებით, პრობლემა არასდროს არ შეუქმნია სამართალდამცავ ორგანოებისთვის, რომ ცოდოდა, რომ მის თავზე ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრი მდებარეობდა არ ამხელდა დანაშაულში რომელიმე, როგორც ცნობილია წინას სასამართლო პროცესზე დაიკითხა ყველაზე მთავარი, ანუ 4 მოწმიდან ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო თორნიკე ჯანელიძე, მაგრამ მე ვთვლი და ჩვენ ადვოკატები ვთვლით, იურისტები და ნებისმიერ ესეთი წარმოდგენა შეექმნებოდა, რომ თორნიკე ჯანელიძე ჩვენი მოწმე უფრო იყო ვიდრე ბრალდების მოწმე. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ მას ვკითხეთ, რომ ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით იყო თუ არა რაიმე მომენტი ან ფაქტი გაქვთ ელისო კილეძის წინააღმდეგ მან თქვა. მეორე კითხვა ისე დაუსვით, რომ აი თაღლითობის მუხლით ედება მას ბრალი და ვისთან ითაღლითა და ვისი თანხა მიითვისა და მან თქვა, რომ არავისთან თაღლითობა მას არ ჩაუდენია არავის მიმართ და მისთვის აი ეს ბრალდება, რომელიც წაყენებულია ელისო კილეძეს, მისთვის არის აბსურდული. უფრო მეც რა ინფორმაციას მიაწვდიან მოწმეები სასამართლოს გავიგებთ სხდომის დასრულების შემდეგ, რადგან პროკურორმაც სხდომის დაწყებამდე და გამოკითხვამდე თავი შეიკავა დეტალებზე საუბრისგან. პირდაპირ ეთერში ნინო ღვედაშვილი საუბრობდა.